ერთმა დაგლოცო ძვირფასურად იმსვენელებოდა, წყალობოდა, კურთხევა არ მომგადლოთ ღმერთმა. თანამედროვე სამყაროში სულ უფრო და უფრო ვრცელდება სკეპტიკური დამოკიდებულება საიქიო ცხოვრების მიმართ, ეს აშკარად ჩანს თანამედროვე მასმედიის გაჟღერებითაც და ეს ზოგადად სულისკვეთებით, რომელიც სუფევს საზოგადოებაში, ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო შეიმჩნევა ეს სეკულარული ამქვეყნიური სული, რომელიც ფაქტობრივად ნელ-ნელა მიზანმიმართულად ანგრევს მთავარ ძირითად სწავლებას ჩვენი ეკლესიისა მართლმადიდებლობისა, რომ სული გარდაცვალების შემდეგ წარდგება ღვთის წინაშე, რომ ის გაევლის საზვერეებს, რომ მას აქვს გასავლელი ის გზა, რომელიც საბოლოო ჯამში დაუმკვიდრებს მას ადგილს ან სასუფეველში, ან ჯოჯოხეთში. ამდენად ჩვენ გვსურს ვისაუბროთ დღეს საჰაერო საზვერეების შესახებ და ამავე დროს სულის გარდაცვალების დროს თუ რა ემართება სულს და როგორ გზას გადის ის ეკლესიის სწავლების თანახმად. მოგეხსენებათ, რომ აი ამ დაცემულ ქვეყანაში ეშმაკთა სამკვიდრებელი ადგილი არის ჰაერი, ამას პირდაპირ ადასტურებს წმინდა წერილი და სადაც მათ ახლად გარდაცვლილი სულები აწყდებიან. ამის შესახებ კარგად საუბრობს წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი კავკასიელი, რომლის განმარტებებსაც შესანიშნავ განმარტებებს ნაპოულობთ ოდელმონაზონ სერაფიმ როუზის წიგნებში და ზოგადად მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში. რათა ჩვენთვის ცხადი გახდეს ძმამდადანო, ეს თანამედროვე სიკვდილშემდგომი გამოცდილება და მდგომარეობა და წმინდა მამა ესე ბრძანებს, რომ სიტყვა ღვთისა და სიტყვის თანამოქმედი სული თავის რჩეულ ჭურჭელთა მეშვეობით განგვაცხადებს, რომ ზეცასა და მიწას შორის არის სივრცე, ჩვენ მიერ ხილული მთელი, ლაჟვარდოვანი უბსკული ცისქვიშეთი, ზეციდან გამოდევნილ დაცემულ ანგელოზთა სამკვიდრებელს წარმოადგენს. ესე იგი, ანუ ეს ცისქვეშეთი, რომელსაც ჩვენ უყურებთ რეალურად ეს ცა, რასაც ქვია, ეს არის სწორედ ის ცისქვეშეთი, სადაც მკვიდრობენ ბოროტის სულები. ამის შესახებ ამას ადასტურებს წმინდა პავლე მოციქული დაცემულ ანგელოზებს ცისქვეშეთის უკეთურ სულებს უწოდებს ეფესელთა მიმართ ეპისტოლეს მე-6 თავში, ხოლო მათ მეთაურს კი ჰაერის ხელმწიფე მთავარს. ესეც იქვე ეფესელთა მეორე თავში გვხვდება. და დაცემულ სულთა ეს დიდი რაოდენობა მიმოფანტულია მთელ გამჭვირვალე უბსკულში, რომელსაც ჩვენ ზემოთ ხედავთ, ისინი აღაშფოთებენ ადამიანთა მთელ საზოგადოებას და თითოეულ მათგანს, არ არსებობს არც ბოროტმოქმედება და არც დანაშაული, რომლის მოთავე და მონაწილეც არ იყოს ეშმაკი. ამდენად ეშმაკები ადამიანს ყოველი მხრივ ცდილობენ, რომ ცოდვაში ჩააგდონ, წინა მოსაჯული თქვენი ეშმაკი, ვითარცა ლომი მკვირალი მიმოვალს და ეძიებს, ვინაცა შთანდგასო, ბრძანებს წმინდა პეტრე მოციქული თავის ეპისტოლეში. და ჩვენი მიწიერი ცხოვრების ჟამს და აი ამ სულის სხეულიდან გაყრის შედეგად, როცა ქრისტიანული სული თავის ქვეყნიურ ტაძარს, ანუ სხეულს დატოვებს და აი ამ საჰაერო სივრცეში თავის ზეცის სამშობლოსკენ მიირთვის, სწორედ დემონები აჩერებენ და ცდილობენ მასში იპოვონ თავიანთი მსგავსება, თავიანთი ცოდვიანობა და თავიანთი დაცემა და ადამიანის სული ჯოჯოხეთში ჩააგდონ, რომელიც განზადებულ არის ეშმაკისა და ანგელოზთა მისთათვის, როგორც ბრძანებს მათე მახარებლის 25 თავში უფალი. ბოროტის სულები აი ამ თავითი მოპოვებული უფლებებით სწორედ აი ამგვარად იქცევიან და ეს არაერთ გზის დაადასტურა წმინდა მამებმა თავის სწავლებებში, რასაც მოგვიანებით შემოგთავაზებ და ადამიანის დაცემის შემდეგ საერთოდ როცა
ადამიანისათვის სამოთხე დაიკეტა და მცველად დადგენილი იქნა ეს ქურუმი ცეცხლოვანი מחვილით, რასაც ვკითხულობ ჩვენ დაბადების მესამე თავში. აი ამ დაცემულთა ანგელოზ და მეთაური სატანა თავისი მორჩილი ურდოებით დედამიწიდან სამოთხისაკენ მომავალ გზაზე დადგა და მას მერე ჩვენი ხსნისათვის ქრისტეს წამებამდე და მაცხოვნებელ სიკვდილამდე ბოროტს ამ გზაზე სხეულს გაშორებული არც ერთი ადამიანის სული არ გაუტარებია. ზეცის კარი სამუდამოდ იყო ჩაკეტილი ადამიანისათვის, ვიდრე ქრისტეს შობამდე, მართალნიცა და ცოდვინიც, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ჯოჯოხეთში ჩადიოდნენ, მარადისობის კარი და უვალი გზაც მხოლოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წინაშე გაიხსნა, როდესაც ის აღსდგა მკვდრეთით. იესო ქრისტეს მიერ ჩვენი გამოხსნის შემდეგ უკვე ყველა, ვინც აშკარად უარყოფს მაცხოვარს, ამიერიდან ეშმაკს განეკუთვნება, ბრძანებს წმინდა ეგნატე კავკასიელი და მათი სულები კიდე სხეულთან განშორების მერე პირდაპირ ჯოჯოხეთში ჩადიან. და მიწიერი ცხოვრებიდან უმალ სამარადისო სასუფეველში გადასვლის ღირსნი არც ცოდვას მიდრეკილი ქრისტიანები არიან, არ უნდა ვიფიქროთ ჩვენ, რომ ხშირად არის ესეთი წარმოდგენა, რომ თითქოს და რადგან მართლმადიდებელი ეკლესიის წევრია, ის უკვე გარანტირებული სასუფეველის შვილია, ეს ასე არ არის. სამართლიანობა მოითხოვს, რომ ქრისტიანის სულის ცოდვისადმი ეს მიდრეკილებები გამოხსნელის მიმართ ეს ხალატი, რომელიც ხორციელდება სწორედ ცოდვის ჩადენით, აუცილებელია გამოსურდეს სინანულის მეშვეობით, რათა ადამიანმა შემდეგ მოიპოვოს სასუფეველი ღვთისა. აი ამ ბნელი ძალების მიერ, აი ეს საჰაერო სივრცეში მიმავალი სულების ეს განსასჯელად ცალკეული სამჯავროებიდან მცველებია დადგენილი შესანიშნავ წესრიგით და დედამიწიდან ზეცამდე ცისქვეშეთის შრეებში აი ამ დაცემულ სულთა მოდარაჯე ლეგიონებით განან და თითეული განყოფილება აი ამ ცოდვის განსაკუთრებულ სახეს განაგებს და იქ მისულ სულს განჯის. და ეს ეშმაკთა საჰაერო სადარაჯოები და სამჯავროები მამათა ნაწერებში საზვერეებად იწოდება, ხოლო მასში მსახური სულები მეზვერეებად. და ამიტომ ჩვენ ეს შესანიშნავად დავინახეთ წმინდა ბასილი ახალის ცხოვრებაში, როდესაც წმინდა თეოდორას საზვერეებზეა საუბარი, ამის შესახებ საუბრობს სხვა წმინდა მამებიც და მანამდე კიდევ თქვათ, რომ მართლმადიდებლური აი ამ ესქატოლოგიის, ანუ ბოლო ჟამის სწავლების არც ერთი ასპექტი ალბათ ისე არასწორად არ ყოფილა გაგებული, როგორც ეს საჰაერო საზვერეებია. ჩვენ ვხედავთ სამწუხარო მდგომარეობას, როდესაც თანამედროვე მოდერნისტული მართლმადიდებლური სემინარიების თუ აკადემიების მრავალი კურსდამთავრებული ამ მოვლენას საერთოდ უარყოფს, განსაკუთრებულად ეს შეინიშნება დასავლეთში მიღებული განათლების შედეგად, სადაც იქ აშკარა პროტესტანტიზმისა და კათოლიციზმის ზეგავლენა მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველებაზე, რაც ეს გამოაჩინა იმ მოდერნისტ ღვთისმეტყველებმა, რომელიც გამოიჩეკენ ამ ეგრეთ წოდებული პარიზის სკოლის, საღვთისმეტყველო სკოლის მიერ და როგორც მართლმადიდებლური სწავლების რაღაც გვიანდელ დამატებად მიიჩნევენ ისინი აი ამ საზვერეებისა და საიქიო ცხოვრების სწავლებას, ეს სამწუხაროდ გააჟღერეს მრავალმა პოპულარულმა ღვთისმეტყველმა, როგორც არის მიტროპოლიტი ტონის როჟელი თუ ალექსანდრე შმეიმანი თუ ალექსანდრე მენი თუ მეინდორფი, ანუ როგორც მოგვიანელ სამყარო, ანუ როგორც მოგვიანელ სამყაროს, რომელსაც საფუძველი არ აქვს წმინდა წერილში, არც წმინდა მამათა ნაწერებში, ან სულიერ სინამდვილეში. და ეს ადამიანები აი ამ თავისი რაციონალისტური განათლების მსხვერპლნი გახლავთ, რომლებსაც
გამოწვლილვით არ ესმით ძმაუნდადანო არც იმ რეალობათა განსხვავებული სიღრმეები, რომლებიც მართლმადიდებლურ ტექსტებშია ხშირად არ წერილი და არც ცალკეული აზრობრივი სიღრმეები, რომლებიც მრავალგზის გვხვდება ჩვენ ბიბლიაში, წმინდა მამათა ნაწერებში და აი ამ ტექსტების პირდაპირ, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში მნიშვნელობაზე დაყრდნობითა და მოვლენების აი ამ რეალისტური, ანუ გამიწიერებული გაგება წმინდა წერილისა და წმინდა მამათა ცხოვრებებისა და თხზულებებისა ეს აბუნდოვანებს საერთოდ ჩtildeობს კიდეც ამ სულიერ აზრსა და სულიერ გამოცდილებას, რომლებიც ხშირად ძირითადად მართლმადიდებლურ წყაროს წარმოადგენენ. და სამწუხაროდ აი ეს მოვლენა შეინიშნება მოდერნისტულ საზოგადოებაში. ცხადია ეს ამბები კარგად არის წარმოჩენილი პროტესტანტულ საღვთისმეტყველო წრეებში, რომლებმაც შემდეგ გამოჩეკა უამრავი სექტანტები, რომლებიც პირდაპირ ვერ ჭვრეტდნენ ცხადია სამსულიერ სიღრმეებს, რაზეც ვსაუბრობ ჩვენ და რომ ეკლესიის სულის კვეთებას და აქვთ ამ ქვეყნიური გაგება სასუფეველისა როგორც წესი და ეს კარგად ჩანს როგორც იაყოველთა სექტაში, ესე ბაპტისტებისა თუ სხვა სექტებში მათი შეხედულება აშკარად ეწინააღმდეგება იმ სწავლებას, რომელიც გადმოცა დედა ეკლესიას თვით ქრისტემ, მათ მოციქულებმა და შემდეგ მემკვიდრეობით მივიღეთ ჩვენ. ვიდრე აი ამ საჰაერო საზღვრებზე სწავლებას განვაგრძელდეთ, უნდა გავიხსენოთ ესეთი ორი მართლმადიდებელი მოაზროვნის შეგონება მადამი, ვინც აი ამ ქვეყნიურ რეალობათა გამოკვლევას აპირებს და მე-19 საუკუნეში ეს გახლავთ მოსკოველი მიტროპოლიტი მაკარი, რომელიც ცნობილია როგორც უდიდესი ღვთისმეტყველი და ავტორიტეტული მართლმადიდებლურ სამყაროში, მისი სულის სიკვდილშემდგომი მდგომარეობის საუბრისას ის წერს ესეთ რამეს, რომ უნდა შევნიშნოთ, რომ სულიერი სამყაროს საგანთა გამოხატვისას ჩვენთვის ხორცშემოსილთათვის როგორც მეტნაკლებად აუცილებელია ის გრძნობადი ადამიანური თვისებები, ასევე აუცილებელია მათი გათვალისწინება საზღვრებზე დეტალურ სწავლებაშიც, რომლებსაც ხორცთან განშორების შემდეგ გადის ადამიანის სული. და ამიტომაც მტკიცედ უნდა გვახსოვდეს შეგონება ანგელოზმა რომ მისცა ღირს მაკარე ალექსანდრიას საზღვრებზე სიტყვის დასაწყისში, ეს გახლავთ მიწიერი ნივთები აქ სეციურის ყველაზე სუსტ გამოხატულებად მიიჩნია. ანუ საზღვრების უხეში გრძნობადი აზრით კი არ უნდა წარმოვიდგინოთ ჩვენ ძმაუნდადანო, არამედ შეძლების და გვარად სულიერით და წვრილმანებს არ უნდა გამოვედევნოთ, რომლებიც საზღვრებზე ეკლესიის ერთიანი აზრის მიუხედავად არის ცალკეულ საეკლესიო მწერალსა თუ ცალკეულ საეკლესიო გადმოცემაში სხვადასხვაგვარად წარმოდგენილი და ესეთია მოკლედ ძირითადი ის სული, რომელიც უნდა იქნეს კარგად გააზრებული მართლმადიდებელი მრევლის მიერ. და აი ამგვარ წვრილმანთა, ესე იგი, ზოგიერთი მაგალითი, რომელთა უხეში და გრძნობადი განმარტება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება მოყავს წმინდა გრიგოლ დიოლოგოს თავის საუბრებში და თავის წიგნში, რომელიც როგორც უკვე ვნახეთ, სპეციალურად სიკვდილშემდგომ სიცოცხლეს ეძღვნება. ჩვენ გვაქვს საბედნიეროდ ამის შესაძლებლობა, რომ ვისაც აქვს, რა თქმა უნდა, სურვილი გაეცნოს აი ამ შესანიშნავ ნაშრომებს. წმინდა გრიგოლი ამ წიგნში აღწერს ვინმე რეპარატუსის სიკვდილშემდგომ ხილვას, რომელიც დიდი კოცონის თავზე მდგომ ცოდვილ მღვდელს ხედავდა და წერს ესეთ რამეს, რომ მოგიზგიზე კოცონი, იმიტომ კი არ იხილა რეპარატუსმაო, რომ ჯოჯოხეთში შეშა იწვოდაო, არამედ იმიტომ, რომ მას ცხადად დაენახა ჯოჯოხეთის ცეცხლის სურათი და ისე აღეწერა ადამიანისათვის, რომ მათ ეს ნივთიერი ცეცხლის გამოცდილებით მარადიული ცეცხლის შიში ესწავლათო. მეოთხე წიგნშია ესა მითითება და წმინდა გრიგოლი აღწერს აგრეთვე, თუ როგორ
მობრუნდა უკან გარდაცვლილების შემდეგ ერთი ადამიანი და შეცდომის გამო სინამდვილეში ცხოვრებიდან სხვა ვინმე მისი მოსახელე იყო გახმობილიო და წმინდა გრიგოლის აქვე დასძენს, რომ როცა მსგავსი რამ ხდება, გულდასხმით განხილვა გვიჩვენებს, რომ ეს შეცდომა არ იყო არამედ გაფრთხილება, უფალი თავისი უსაზღრო მოწყალებით ზოგიერთ სულს სიკვდილის შემდეგ ნებას აძლევს, რომ საკუთარ სხეულში დაბრუნდეს, რათა ჯოჯოხეთის ხილვის ბოლოს და ბოლოს ისწავლოს შიში მარადიული საჯელისა, რომელიც მხოლოდ სიტყვით ვერ ირწმუნეს. აი, ჩვენ ვხედავთ პირდაპირ იმ ბრალდების გაბათილების საშუალებას, რომელიც ისმის ათეისტების და სკეპტიკოსების მხრიდან, თითქოს და ვინ გინახავთ თქვენ მობრუნებულიო იმ ქვეყნიდანო, საქმე იმაშია, რომ როდესაც ჩვენ გვთხოვენ ამის არგუმენტირებას, ამისი არაერთ მაგალითს მოუყვანთ ჩვენ, მაგრამ აქაც წმენის ფაქტორია, წამს კი ამ ადამიანებს ეკლესიის წმინდა გადმოცემი, წმინდა მამათა თხზულებების, თუ ამასაც მითოლოგიად მიიჩნევენ. აი ეს არის მთელი უბედურება, ეს სულისკვეთება, სკეპტიციზმი, რომელიც შემოიჭრა საზოგადოებაში. ისეთი დიდი წმინდანების, როგორც წმინდა გრიგოლია, თეოლოგოსი და სხვა, რომლებსაც ჩვენ მიუთითებთ, მათი სწავლებას აყენებენ ეჭვქვეშ. ამდენად და ეს სწავლება თვითმოციქულებრივი სწავლებაა და აი ამ ჯაჭვს ჩვენ ვხედავთ რეალურად მართლმადიდებელ ეკლესიაში, რომელიც წმინდა მოციქულებიდან მემკვიდრეობით სწორედ იმ წმინდა მამებს გადმოეცა, რომლებიც მემკვიდრეები გახლავთ. ეს უდიდესი მნათობები ეკლესიისა, განსაკუთრებით მე-4 საუკუნის მამები, რომლებიც ფაქტიურად პირდაპირ იყვნენ უდიდესი მნათობები, რომლებსაც ჰქონდათ აი ეს ღვთაებრივი მადლი და რომლისთვისაც ეს მოვლენა, რასაც ქვია მიცვალებულების თვით აღდგინებაც კი, ან იმ ქვეყნიდან მობრუნება, ეს იყო იმ დროისთვის ბუნებრივი რამ, იმიტომ რომ ეს ხელეწიფებოდა უფლის მეოხებით ყველა იმ დიდ წმინდანს, რომლებმაც განიდიდეს თავისი ღვაწლმოსილებით. აი ერთ ადამიანს მაგალითად სიკვდილის წინა ხილვაში, აი ეს 64-ეული ოქროს სახლი რომ აჩვენეს, წმინდა გრიგოლი ამის შესახებ ესეც ამის შენიშნავს, რომ რაღა თქმა უნდა, არც ერთი ჭკუად მყოფელი ადამიანი პირდაპირ არ გაიგებს ამ სიტყვებსო და რახან გულუხვი მოწყალება სამარადისო დიდებით ჯილდოვდება, ამიტომ სამარადისო ოქროს სახლის აგება სრულიად შესაძლებელი გვეჩვენება. ანუ აი ამ სახლის, ესე იგი ოქროს სახლის აშენება, აქაც გადატანითი მნიშვნელობით არის გამოყენებული, როგორც იქ ცეცხლის ალი, რომელიც ხილული ცეცხლის მსგავსად არის, თუმცა ის რა თქმა უნდა სულიერი მოვლენა გახლავთ. მოგვიანებით დაწვრილებით შევჩერდებით ჩვენ იმ სხვაობებზე, რომლებიც არსებობს სხვა სამყაროს ხილვებსა და სხეულიდან იქ გასვლის ნამდვილ გამოცდილებებს შორის და გამოცდილება და მრავალი თანამედროვე სიკვდილის შემდგომი გამოცდილებათაგანიც კი აშკარად აი ამ უკანასკნელ კატეგორიას განეკუთვნება, მაგრამ ჩვენთვის საკმარისია გავითვალისწინოთ, რომ იმ ქვეყნიურ სამყაროსთან ეს ყოველგვარი მიმართების სიფრთხილი და გონივრულად მიდგომა არის და მართლმადიდებლური მოძღვრების მცოდნეთაგან რა თქმა უნდა არავინ იტყვის, რომ საზვერეები არარეალურიაო, რომ სიკვდილის შემდეგ სული მათ ნამდვილად არ გაივლისო, მაგრამ ჩვენ აქ ხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ ეს ჩვენს უხეშ მატერიალურ სამყაროში არ ხდება, რომ იქ თუმცა არსებობს დრო და სივრცე, მაგრამ ისინი ძირეულად, რა თქმა უნდა, განსხვავდება ჩვენი მიწიერი წარმოდგენებისაგან, რომ ჩვენი ეს მიწიერი ენით მონათხრობი ვერასოდეს გადმოსცემს ძმამდადანო იმ ქვეყნიურ რეალობებს, ეს კარგად არის წარმოჩენილი წმინდა მამათა ნაშრომებში, ვინც მართლმადიდებლურ ლიტერატურას კარგად იცნობს, მისთვის ცხადი იქნება, რა თქმა უნდა, რომ თუ როგორ განასხვავოს იქ აღწერილების სულიერი რეალობაში თანხლები წვრილმანებისაგან, რომლებიც ზოგჯერ სიმბოლურად ან მხატვრული ენითაა გადმოცემული. სწორედ ამას გულისხმობ ჩვენ, როდესაც რა თქმა უნდა
არ არსებობს ხაერში ხილული სახლები ან ჯიხურები და სადაც შეწირულობებს აგროვებენ, ხოლო იქ სადაც გრაგნილი ან ნაწერი მასალა იხსენიება, რომლებითაც ცოდვები აღირაცხება, ან სასწორი მაგალითად, რომლითაც სათნოებანი აიწონება, ან ოქრო, რომლითაც თანადები მოსიტყვი და გამოისყიდება, ყველა იმ შემთხვევაში ჩვენ ეს სახეები სწორად უნდა გავიგოთ, ძმა უნდა დანო, როგორც ფიგურალური და განმარტებითი საშუალებები, რომლებიც სულიერ რეალობათა გამოსახულტავნად გამოიყენება და რომლებსაც სული აი ამ მომენტში ხვდება. და მართლაც ჩვენ ვხედავთ, რომ თუ სინამდვილეში სული იმ სახეებს თუ განცდილის გახსენება, მხოლოდ ამგვარი სახეების საშუალებით არის შესაძლებელი, ძმანო და დანო, და ჩვენ ამისი მაგალითები გვაქვს. გარდა ამისა, აქ ყურადსაღები გახლავთ ერთი მდგომარეობა, რომ მართლმადიდებელ დოგმატურ ღვთისმეტყველებაში საჰაერო საზვერების გავლა კერძო სამჯავროს ნაწილს წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც აი ამ საშინელ სამჯავრომდე სულის ხვედრი გადაწყდება და როგორც კერძო სამჯავრო, ასევე საშინელი სამჯავროც ანგელოზებისაგან აღესრულება, რომლებიც ღვთის სამართლის საჭურველს წარმოადგენს. და მათე მახარებელთა ვკითხულობ ჩვენ ესეთ რამეს, რომ ესეთ იყოს აღსასრული ამისა სოფლისა, რამით თუ გამოვიდნენ ანგელოზნი და განაშორნეს უკეთურნი იგი შორის მართალთა. ანუ ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ სული გარდაცვალების შემდეგ გადის კერძო სამჯავროს და ბედნიერია არიან, რა თქმა უნდა, მართლმადიდებლები ვართ, ქრისტიანები, საჰაერო საზვერეებისა და კერძო სამჯავროს შესახებ სწავლება რომ გვაქვს, რომელიც ნათლად არის გადმოცემული წმინდა მამათა ნაწერებსა და ცხოვრებაში, მაგრამ არსებითად მხოლოდ წმინდა წერილის გულმოდგინე შესწავლითაც მივა ადამიანი მსგავს სწავლებასთან და ეს ჩვენ შეგვიძლია მაგალითიც მოვიყვანოთ ამისი თვით პროტესტანტი ღვთისმეტყველებისა, ანუ ჩვენ იმის თქმა გვსურს, ძმა უნდა დანო, რომ არამართლმადიდებელ სამყაროს როგორც წესი არ სწამს წმინდა გადმოცემის, რომელიც ჩვენთვის ისეთივე ძვირფასია, როგორც თვით წმინდა წერილი, ამდენად ჩვენ ვეყნობით ამ წმინდა მამათა ნაშრომებს, როგორც თვით ჭეშმარიტებას, მაგრამ სამწუხაროდ პროტესტანტული სექტანტური შეხედულებები ამ საკითხისადმი ცოტა სხვაგვარია, ისინი პირდაპირ მოითხოვენ წმინდა წერილში აი ამისი მითითებებს, რაც არის პირდაპირაც და ირიბათაც ნაჩვენები, უბრალოდ ადამიანმა უნდა დაინახოს და აი ესეთი მაგალითი, აი ამ რომ თვით წმინდა წერილში ეს გულმოდგინე შესწავლის შედეგად, რა თქმა უნდა, და შეიძლება რაღაც სულიერი შემართების შედეგადაც დაინახოს ადამიანმა და ესეთი ვინმე პროტესტანტი ბილი გრემი თავის წიგნში ანგელოზების შესახებ წერს ესეთ რამეს, უნდა დანო, რომ გარდაცვალებისას სული ტოვებს სხეულს და ატმოსფეროში მიემართება, მაგრამ წერილი გვასწავლის, რომ იქ ეშმაკი ბუდობს. იგი ჰაერის მყრობელი მთავარიაო. ეფესელთა მიმართ ეპისტოლე და ჩვენ რომ გონების თვალი ხილული ვქონდეს, შესაძლოა დაგვენახა თუ რა სავსეა საჰაერო, ესე იგი ჰაერი, ქრისტეს მტრებით, დემონებით, სიკვდილის ჟამი, ჭეშმარიტ მორწმუნეზე თავდასხმის უკანასკნელი საშუალებაა სატანისათვის, მაგრამ ამ დროისათვის ჩვენს დასაცავად ღმერთმა თავისი ანგელოზები წარმოგზავნო. აი ესე წერს ბილი გრემი, პროტესტანტი ღვთისმეტყველი, ანგელოზები და ღმერთის საიდუმლოს მაუწყებელნიო. ანუ ჩვენ აქ ვხედავთ იმ სწავლებას, რაც ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი აუცილებლად გადის საშინელ სამჯავროს, მის გადის საზვერეებს და ამის შემდეგ იმკვიდრებს ის თავის კუთვნილ ადგილს იმდენად, რამდენადაც მისი შინაგანი მდგომარეობა შეესაბამება მარადიულ მდგომარეობას. მიცვალებულთა მოხსენიება, რომელსაც ასწავლის დედა ეკლესია, წმინდა
გადმოცემის თანახმად პირდაპირ არის წმიდა დანო წმინდა წერილის სულისკვეთების გამომხატველი და სწორედ ეკლესიის მიერ ძველი წესების მიხედვით აღესრულება. როდესაც მიცვალებულის გარდაცვალებიდან მესამე დღეს მოხსენიებას ქრისტიანული ეკლესია აღასრულებს იესო ქრისტეს მესამე დღის აღდგომისა და ყველა წმინდა სამების პატივსაცემად აკეთებს ამას. და შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ ქრისტიანული ეკლესია მიცვალებულის ხსენებას აღასრულებს გარდაცვალებიდან მე-9 დღეს ანგელოზთა და 9 დასის პატივსაცემად, რომლებიც როგორც ზეცათა მსახურნი და წარმდგმელი წინაშე უფლისა, აი ამ შუამდგომელნი არიან ღვთის წინაშე წარმდგარი გარდაცვლილი სულის შესაწყალებლად. და ახალშესვენებულის აი ამ გარდაცვალებიდან მე-40 დღეს მოხსენიება მოციქულთა გადმოცემით დაკავშირებულია ებრაელების 50 დღიან გლოვასთან მოსეს გარდაცვალების გამო. გარდა ამისა, ცნობილია, რომ რიცხვ 40-თან დაკავშირებულია დროის მონაკვეთი ეკლესიის ისტორიაში და წმინდა გადმოცემაში მნიშვნელოვანი პერიოდია, როგორც აუცილებელი დრო მოსამზადებლად აი ამ ღვთაებრივი ნიჭის მისაღებად. მაგალითად, წინასწარმეტყველი მოსე 40 დღიანი მარხვის და ლოცვის შედეგად ღირსი გახდა ესაუბრა უფალთან სინას მთაზე და მიეღო ცნებათა ფიცარი. ვიცით ჩვენ ეს 10 მცნება სწორედ ამ 40 დღიანი ლოცვის შემდეგ მიიღო. წინასწარმეტყველი ილია ქორების მთის მწვერვალზე ავიდა 40 დღის შემდეგ. ასევე ებრაელებმა აღთქმულ მიწას მიაღწია 40 წლის შემდეგ. თვით უფალი იესო ქრისტე ზეცად ამაღლდა აღდგომიდან 40 დღის შემდეგ და თვით უფლის მარხვა აღესრულებოდა. გვახსოვს ჩვენ წმინდა წერილიდან 40 დღე მიმარხულა მძიმედ უფალმა. ქრისტიანულმა ეკლესიამ ყოველივე ზემოხსენებული მიიღო საფუძვლად იმისა, რომ გარდაცვალებიდან სწორედ მე-40 დღეს მოხსენებული იქნას მიცვალებულთა სულები, რათა ისინი ამაღლდნენ ზეციურ სინას მთაზე და ღირს იქმნენ აი ამ ღვთის პირის ხილვისა, რათა დაემკვიდრონ აღთქმული ნეტარება და შევიდნენ მართალთა ზეციურ სამყოფელში. ეკლესია ასევე აღასრულებს წმიდა დანო გარდაცვალების მოხსენიებას გარდაცვალებიდან 1 წლის თავზეც და აი ამ დადგენილი წესის დაწესება აშკარად არის გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე დიდ ლიტურგიკულ ციკლად წარმოჩნდება წრიული ეს კალენდარული წრებრუნვა, რომლის გასვლის შემდგომაც კვლავ აღესრულება ყველა უძრავი დღესასწაულები და მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის აი გარდაცვალების დღე არის იგივე დაბადების დღე ახალი მარადიული ცხოვრებისათვის. და საეკლესიო გადმოცემა საწმუნოების წმინდა მოღვაწეობის სიტყვებით რომ ვთქვათ, რომლებიც ღირსი გახდნენ, შეეცნოთ ეს ღვთაებრივი საიდუმლოებები, გვამცნობს ჩვენ სულის მდგომარეობის შესახებ, მას შემდეგ რაც ის სხეულს გაეყრება. პირველი 2 დღე სული გარდაცვალებისა იმყოფება დედამიწაზე და ფარველი ანგელოზის თანხლებით გადაადგილდება იმ ადგილებში, რომლებიც მიიზიდავდნენ მას მიწიერი ცხოვრების დროს. ასე ატარებს სული პირველ 2 დღეს, მესამე დღეს უფალი გარდაცვლილი სულს ფარველ ანგელოზთან ერთად აღამაღლებს ზეცად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რათა მან თაყვანისცეს ყოველთა ღმერთს. ამავე დღეს ღმერთთან ამაღლებამდე ის გაივლის წმიდა დანო ეშმაკ და საზვერეებს, როგორი კეთილდროულია აი ამ დღეს ეკლესიის მიერ აღსრულებული ლოცვა, რათა წამდგარი გარდაცვლის სული შეიწყალოს. შემდეგ სულს წმიდა დანო მოახილვებინებს ზეციური სავანეების იმ სილამაზესა და მშვენიერებას, სადაც სული იმყოფება 6 დღის განმავლობაში. მე-9 დღეს უფალი უბრძანებს ანგელოზს, რათა სული კვლავ მათ წინაშე წარადგინოს შიშით და ძრწოლით, წარდგება სული უზენაესი ღვთის წინაშე. ამ დროს წმინდა ეკლესია ლოცულობს გარდაცვლილისათვის, რათა კაცმოყვარე და დიდმოწყალე ღმერთმა შეიწყალოს მისი სული და უფლისადმი
აი ამ მეორეჯერ თაყვანისცემის შემდეგ ანგელოზების სული მიყავს ჯოჯოხეთში. ის იქ იხილავს შეუწყნარებელ ცოდვილებს, რომლებიც საშინლად იტანჯებიან ბოროტსულებს და სხვადასხვა სატანჯველებს და მე-40 დღეს სული მესამეჯერ წადგება ღვთის წინაშე, ამჟამად წყდება მისი ხვედრი, ანუ სად მოხვდება, რა ადგილს დაიკავებს იგი თავისი საქმეების გამო, ვიდრე მეორედ მოსვლამდე, ამიტომაც ამ შემთხვევაში კეთილდროულია საეკლესიო ლოცვების აღვლენა გარდაცვლილი სულისათვის, მისი მეშვეობით მიეტევება მას ცოდვები და გამოითხოვება მისთვის ზეციური სამკვიდრებელი და აი ამ დღეს ეკლესიაში აღესრულება განსაკუთრებული ლოცვა, რომლებსაც პანაშვიდი და ლიტია ეწოდება. გარდა ამ დღეებში წმინდა ეკლესიამ დაადგინა ასევე განსაკუთრებული სადღესასწაულო საზოგადო დღეები მართლმადიდებელი მიცვალებულების მოსახსენებლად, რომლებსაც ჩვენ დიდმარხვაში ვკითხულობთ. ეს დღეებია ხორციელი კვირის დიდმარხვის შაბათები, წმინდა თომას კვირის სამშაბათი, სულთმოფენობის წინადღე შაბათი, გარდა ამისა დიმიტრის შაბათსაც ნაწილობრივ დედა ეკლესია რუსული ტრადიციის თანახმად მიცვალებულთა ხსენების დღეთ მოიხსენიებს და წმინდა დიმიტრი თესალონიკელის პატივსაცემად. ასევე საზოგადოებამ აუცილებელია იცოდეს, რომ რიგ შემთხვევებში საეკლესიო წესების შესრულება არ ხდება, როცა ადამიანი მოუნათლავი გარდაიცვლება, თვითკვლელობით დაასრულებს სიცოცხლეს, გამონაკლისია რა თქმა უნდა ის შემთხვევები, თუ ის შეურაცხადი იყო, არის მწვალებელი სექტანტები, ღვთისმგმობელი ადამიანები, რომლების მოხსენება არ შეიძლება, ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების დროს გარდაცვლილი ადამიანები, რომლებიც ასევე მათი მოხსენება წესითა და რიგით ჯულის კანონით არის მიუღებელი და აი ამ დასაფლავებამდე მიცვალებულისათვის აუცილებელი წესების აგება გახლავთ გარდაცვალების მესამე, მეცხრე, მე-40 დღეები და ყველა წლის თავზე აუცილებელია ტაძარში პანაშვიდის აღსრულება მიცვალებულებისათვის. ამდენად ჩვენი სათქმელი გახლავთ ის ძირითადი, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი აი ამ წმინდა წერილის სულიერ სწავლებას უნდა აღიქვამდეს ისე, როგორც ამას გვთავაზობს დედა ეკლესია, ანუ მისი ღვთაებრივი მამების წმინდა გადმოცემის მიერ გადმოცემული ჩვენი საღვთისმეტყველო სწავლება, რომელიც პირდაპირ დაფუძნებულია წმინდა წერილის სწავლებაზე, როგორც მოგახსენეთ. თავად მაცხოვარი ბრძანებს, რომ ყველაფერი არ დაწერილა სახარებაში და ვინაიდან რომ დაწერილიყო ვერ დაიტევდაო, ესე იგი აღწერილი წიგნებიო იმას ყოველივეს, რაც მაცხოვარმა ბრძანა და ეს ასია, ამიტომ ზოგი რამ ზეპირი ფორმით იყო გადმოცემული, ზოგი რამ შემდეგ დაიწერა. ჩვენ ამას ვხედავთ აშკარა წმინდა მოციქულთა ცხოვრებაში, მათი მამების, მათი მოწაფეების ცხოვრებაში, რომლებიც აი ესეთი ზეპირი სწავლებითაც ხდებოდნენ უდიდესი მასწავლებლები, ან თვით გამოცხადებით, როგორც ეს მოხდა პავლე მოციქულის შემთხვევაში, რომელსაც პირდაპირ არ უსწავლია მაცხოვრისაგან, ვინაიდან იმ დროს ის იყო მისი მოწინააღმდეგე, ხოლო შემდეგ გამოცხადებებით უდაბნოში ცხოვრებით, სამწლიანი ცხოვრების შემდეგად თვითუფალი ეცხადებოდა მას და თვითუფლისაგან ისწავლა გამოცხადების შედეგად პავლე მოციქულმა, ის რაც შესანიშნავად გადმოგვცა ჩვენ თავის ეპისტოლეებში. ამდენად არ შეიძლება ამის თქმა, რომ ჩვენ თითქოს და წმინდა წერილში ვერ პოულობთ აი ამ სწავლებას, რასაც მართლმადიდებელი ეკლესია ასწავლის. იმიტომ რომ ეს არის წმინდა წერილის და ასევე წმინდა გადმოცემის ერთარსი აზრი, ერთი სულის კვეთებით გაჯერებული, რომელიც შესანიშნავად გადმოგვცა იმ ღვთაებრივმა მამებმა, რომლებიც პირველ საუკუნეებში ცხოვრობდნენ. ამიტომაც არის, რომ წმინდა ეკლესიისთვის, როგორც წმინდა წერილი, ისე წმინდა გადმოცემა არის მნიშვნელოვანი ერთი აზრი გააჩნია მათ, ერთი სული, ერთი ღვთაებრივი ძალა და აი ამ სულისკვეთებაზე დღესაც
არსებობს ეკლესია და იქნება ვიდრე მეორედ მოსვლამდე. ღმერთმა დაგლოცოს და ღმერთმა აცხონოს ჩვენი მიცვალებულები, ჩვენც მოგცეს ძალა და ღირსება, რათა ჯეროვნად აღვასრულოთ ჩვენი მოვალეობანი ღვთის წინაშე და ეს საზვერეები, რომელიც გასავლელი გვაქვს,